დაუბრუნდით ძალიან მაგარ სტუმართან ჩვენს მეგობართან ირინე აღაპიშვილთან ერთად ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი და არა მარტო. არა მარტო, ოღონდ სანამ თქვენთან დავიწყებდეთ საუბარს, დათო შანიძეს ჩვენს მეგობარს ძალიან მაგარ მომღერალს და ხელოვანს მიულოცოთ დაბადების დღე, ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა და სიმღერის ხალისი არ მოგშლოდეს არასდროს შემოდავით ჩვენს ძალიან მაგარ ოჯახთან და სამეგობროსთან და სახლობლოსთან ერთად. გაიხარე. გილოცავთ, დიდი სიყვარული. გილოცავთ. რა კარგი ტალღა, უსებ წამოვიდა. ტალღებზე და რუჯზე და სანაპიროზე გამახსენდა. როდის წავიდეთ დასასვენებლად, როგორ შევარჩიოთ თარიღები, რიცხვები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. არ ვიცოდი, ამას თუ ჭირდებოდა ესეთი შენ არ იცოდი ამაშია საქმე და გერ სპეციალისტი, იმიტომ მოვიწვიეთ, არა მარტო როგორც რაზმეული საბჭოს თავმჯდომარე და ჩვენი მეგობარი. აბა, როგორ დავისვენოთ სწორად და სწორად შერჩეული დღეებით. სწორად შერჩეული დღე არის თავისუფლად რო ხარ ზოგადად. ასე ვიცოდით ჩვენ ამდენი ხანი და თურმე ნურას უკაცრავად ეგრე არ არის. აბა როგორ არის გითხარით? გეტყვით ახლავე დილამშვიდობისა, მიხარი ხართ ყოველთვის იცით ეგა და ტალღებს გაიხარეთ. ტალღებს რაც ეხება, მართალი ბრძანდებით, თქვენ შერჩევა აუცილებელია თარიღებზე მაგ საუბარი დღეებზე და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ძირითადი ყურადღება რაზე მინდა გადავიტანო, იცით? იმაზე თუ როგორ დავისვენოთ ნაყოფიერად. ეხლა რას ნიშნავს ეს? დასვენება ხო იმას გულისხმობს, რომ აი უნდა დავწვე და არაფერი ვაკეთო. ძირითადად მე ეგეთი დასვენება მოხსოვს. ძირითადად ჩვენ ეგეთი დასვენება გვიყვარს. სხვაგან ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ დასვენების დროსაც. კი ბატონო, აქტიური ნაკლებად გვიყვარს პასიური. საერთოდ ქვეყნის მასშტაბით საუბრობ მე და კი ბატონო, დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ რაღაცაზე, რომელსაც ქვია საერთოდ პიგმალიონის ეფექტი. ახსნი მაგას რატო პიგმალიონის ეფექტი. ამას ახსნი, ეს მითის დონეზე არის და შემდგომ უკვე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ სტატისტიკურადაც დაიდო ექსპერიმენტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეს რეალობა და ეხლა ეგ ყველაფერი როგორ ხდება? ხდება ისე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ყველაფერი თავისით კეთდება და ჩვენ ვისვენებთ. აი ასეთი ფორმულით მოვედი დღეს. აბა პიგმალიონის მითხარით, აბა ახლა ეს მითები და ამბები როგორ არის? გეტყვით ახლავე და მანამდე მინდა ცოტა გაგაცინოთ კიდევაც, იმიტომ რომ ზარმაცები ვართ ყველა. მართლა ვაღიარებ, ჩემის თამადობით მინდა გითხრათ, განსაკუთრებით ტალღებზე როცა არის საუბარი ზღვაზე, ახლა უკვე საუბარი ზეზარება უკვე. ხო და ჩინური მეტაფიზიკის ესეთი ხუმრობა გვაქვს თვითონ მეტაფიზიკოსებს თუ თქვი ეგ სიტყვა კარგია, განსაკუთრებით ფენშუის სპეციალისტების შორის კი, იმიტომ რომ იქ მიმართულება მთავარია და ასეთ რაღაცას ვაკეთებთ. ვამბობთ, როცა არ შეგვიძლია ჩვენი მიზნის მიმართულებით სიარული და მოძრაობა, ან მოძრაობა დაწექი და იწექი. გადასარევი. თავარია მიმართულება იყოს სწორად შერჩეული და დაწექი და იწექი და დაისვენე. აბარა. ხო და დაელოდე როდის აგიყვანს სხვა, მიგიყვანს. არა, თავისით მოვა. ზუსტად ის რაც გინდა. კი ბატონო, ჩინელებს უყვარს სხვათა შორის ესეთ რაღაცა. დაელოდე მდინარესთან, როდის ჩამოატარებს შენს. ხო, ნუ ეგ არ გინდა, მაგრამ კაი, კი ბატონო. აქ მთელი შინაარსი ის არის ზუსტად, რომ ყველა მიიღე რუჯი. რუჯი მთავარია, აბა რა. დაწექი და იწექი და მიიღე რუჯი, კაი. მთელი შინაარსი იმაშია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ისევ და ისევ ჩვენს ფიქრებზე. ანუ მიზნებზე, ფიქრებზე, სურვილებზე და ასე შემდეგ. ბოლოს, კაი ფრაზაც მაქვს შერჩეული, დღეს ცოტა თამამად უნდა მას ვქნა, იმიტომ რომ ყოველთვის მოვდივარ ციტატებით, იმიტომ რომ ამით ვამთავრებ, მიყვარს და მინდა გაგიზიაროთ კიდევაც, მაგრამ დღეს ჩემი საავტორო ციტატა შევარჩი რაღაცა საიზე ეგ ბოლოს. კი ბატონო. ეგ ბოლოს. ბოლოს გადადებთ, მე არ დავხდება დრო. გადავდივართ პიგმალიონის ეფექტი. კი ბატონო, თავის ეფექტი. ესე იგი, თვითონ პიგმალიონი იყო მოქანდაკე. კი ბატონო. ეს არის ძველი ბერძნული მითის გმირი, კი ბატონო, პიგმალიონი, რომელიც იყო მოქანდაკე და ამან შექმნა ქანდაკება. იმდენად ლამაზი, დიადი, მშვენიერი იყო, კი ბატონო, მაგრამ შეუყვარდა ეგ ხო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყოველ დღე უყურებდა
უყვარდა, ეფერებოდა, მარმარილოსგან იყო გაკეთებული, ეფერებოდა იმ მარმარილოს ვითომდა კანზე, მოკლედ იმდენი იმუშავა თავისი ფიქრები და თავისი სურვილებით, რაც მთავარია, რომ სული შეუბერა და გააცოცხლდა ეს ჩვენი ქანდაკება და ასე დაიბადა ჩვენი გალათეა. და დღემდე ვიცით ეს პიგმალიონი და გალათეა მითი, რომელიც ძალიან გავრცელებულია და რისი თქმა მინდა, რომ აი როგორ მიხვალთ ახლა დასვენებამდე მაინტერესებს. ეს იყო მითი, მაგრამ ამ მითმა იმდენი მოტივაცია მისცა ადამიანს ზუსტად იმ ასპექტში, რომ ჩვენი ფიქრი და ჩვენი სურვილი, ჩვენი მინდა იმდენად მნიშვნელოვანია და ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია იმ ფონზე, რომ ჩვენ ფიზიკურად არ ვმოქმედებთ, არაფერს არ ვაკეთებთ და ვწევართ და ვისვენებთ, მხოლოდ ვფიქრობთ, რომ მივდივარ სასურველ შედეგამდე. ეხლა მითი გადავდოთ, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებელმა და ჩვენს რაღაცა და ისეთი კითხვა იყოს, რომ კაი ირინა, ეს მითია და დღევანდელა აი მაშინ. არა, რა მითია? მე ესე ვიყავი შეყვარებული ლენინის ზეგლზე მაგალითად. სადღა ლენინის ზეგლზე. ველოდებოდი, როდის გაცოცხლდებოდა და აიღეს აი 2-3 კვირა დამაკლდა. ბებია ჩემს დიდი ხანი ქონდა შენახული იმ ძეგლის პატარა ნატეხი და კი, ოღონდ ეკეთავ თავისუფლების მოედანზე, ნუ მაშინების მოედანზე ვიდექი, იქა ეს რო ანგრევდნენ. კაი, გადავიმასკენით. ეხლა ეს ჩვენი მითი გადავდოთ და თქვენ შემეკითხებით ან მაყურებელი რომ ირინა, კარგი, ეს მითი აბა მეცნიერულად თუ არის დამტკიცებული, კაი, ხა მე ვიფიქრო და ვინატრო რაღაცა და თავისით გაკეთდება. დიახ, თავისით გაკეთდება, მაგრამ მაგას სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა და მუშაობა თავის თავთან, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ და ძალა შეგემატოთ იმ რწმენაში, თქვენი თავის ფიქრის და იმის რწმენაში და უკვე სტატისტიკურად. და 1960 წელს აი ამ პიგმალიონის ეფექტს სხვანაირად უძახიან კიდე როზენტალის ეფექტი და რატო? 1960 წელს მეცნიერი, ფსიქოლოგი როზენტალი, რომელიც მოქმედებდა შტატებში, კალიფორნიაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩაატარა ესეთი ექსპერიმენტი. ერთი ჯგუფი გაყო ვითომდაც რაღაცა შედეგებზე და ჩატარებულ მეცნიერულ გამოკითხვებზე და ასე შემდეგ რეალურად არაფერი არ ქონდა გაკეთებული, ექსპეციალურად გააკეთა ესე, რომ ჯგუფი A მაგალითად ყველაზე ბეჯითი, ყველაზე ისეთი სტუდენტები იყო, ასე ვთქვათ, ერთ მხარეს და მეორე მხარეს ჩვეულებრივი საშუალო დონის სტუდენტები. და აინტერესებდა აი ეს ჩვენი პიგმალიონის ეფექტი რამდენად იმუშავებდა რეალობაში. გავიდა ერთი თვე დაიდო შედეგები. ის ჩვენი ჯგუფი A, სადაც იყო ყველაზე ბეჯითი, ყველაზე მთავარი რა იყო, იცით, ეგ მარტო ჩვენ კი არ ვიცოდით, როგორც მაგალითად ლექტორები და ასე შემდეგ. ეგ იყო ჩადებული და ჩანერგილი იმ ბავშვების ტვინში და თავში, რომ ფსიქიკაში, რომ თქვენ ხართ ყველაზე კარგები, ყველაზე მაგრები. ნახეთ რა შედეგები დაიდო, აი რაღაცა სამუშაოების შედეგად და ასე შემდეგ. მოკლედ, 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეგ და ყოველი თვე იდებოდა უკეთესი შედეგი. საბოლოო ჯამში მესამე თვის თავზე ამ ჯგუფმა ჯგუფმა მაგალითად დადო ისეთი შედეგი, რომელმაც გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს. ამ დროს აბსოლუტურად თანაბარი მონაცემების ადამიანი და სტუდენტი იყო როგორც A ჯგუფში, ასევე B ჯგუფში, მაგრამ A ჯგუფმა დაამთავრა საუკეთესო შედეგები. ამ ფსიქოლოგიური იმითი, რომ თქვენ ძალიან კეთო, ანუ მარტო იმითი, რომ იყო ყოველ დღე რო დგებოდნენ, ანუ მოლოდინი იყო, რომ ის უფრო კარგია, მე ეს შემიძლია, არ ეშინო და მიდიოდა წინ. ანუ შეგნება აუმაღლეს რაღაცა. ეგ არის ყველაზე მაგარი, მაგრამ ამას კიდე უფრო დამტკიცებული ვერსია გვაქვს და მაინტერესებს დროში თუ ვეტევით. ან რამე ბრიგი გავაგზავნეთ. დროში ვეტევით, მე სულ მაინტერესებს დაცვენებამდე როგორ მოხვალთ ახლა ტიპმალიონი. თითქმის მოვედი დაცვენებამდე. არ დამასვენა. არ დაგასვენე ბოლომდე, იმიტომ რომ ფიქრზეც და ფიქრით მუშაობა ძალიან დიდი მუშაობა რეალურად. ეს ესე რომ დავწვეთ, იოგაში სხვათა შორის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე მარტივი პოზა არის ცხედარის პოზა, ესე უძახიან სანამ თქვი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სწორ ზედაპირზე რომ დაწვევი და მუშაობ იმაზე მხოლოდ ფიქრით. არ უნდა გაანძრიო, არც თითი, აი არც წარბი, არც დაახამხამო. და ძალიან შეხვიდე როლში და ვეღარ გამოხვიდე.
გამოხვალ ისე მშვენივრად ბავშვი გამოგიყვანს ან კიდე ცოლი ასე რომ მაგასთან უნერვიულო ვიღაცა აიღებს თავის თავზე ამ როლს და მოკლედ ამ როზენტალის შედეგმა ძალიან ისა ექსპერიმენტმა ძალიან კარგი შედეგი დადო უკვე სტატისტიკურად დამტკიცებული რაც მე ძალიან მიყვარს იმიტომ რომ მარტო მითით ვერ ვოპერირებ ვერასდროს და გარდა ამისა უკვე აი ბოლო 20 წლის განმავლობაში მსგავს ექსპერიმენტს ატარებენ არ დაიჯერებთ სად და ჯარში კონკრეტულად ესე იგი ექსპერიმენტი რომელიც მოიძებნება და ღიად დაიდო თავისი შედეგები და მაყურებელს შეუძლია კიდე დასორჩოს ანუ ნახოს Google-ში იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ღია არის ისრაელის ჯარში როგორც ნუ მან ხო ვიცით რომ როგორც მამაკაცები ასევე ქალები ასე ვთქვათ მსახურობენ ხო სწორედ ვამბო კი ბატონო და ორივეგან დაიდო ეს ისა რა ქვემას შედეგები ექსპერიმენტის ოღონდ ცოტა შეცვალეს და აქ უკვე ჩართეს ადამიანის ქმედ ფიზიკური ჩართულობა არა მარტო ფიქრის დონეზე და რა გააკეთეს. ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვა იყო, ნუ დილად მოკლედ დეტალები ნამდვილად არ ვიცი. საქმე იმაშია, რომ გაყოფილია 3 ჯგუფი არის და ერთი და იგივე მანძილი უნდა გავიდნენ, ერთი და იგივე დატვირთი და სირთულით, რაც თავარია, აბსოლუტურად იდენტურია. საქმე რაშია? პირველ ჯგუფს ეუბნებიან, რომ 10 კილომეტრი უნდა გახვიდე, მეორე ჯგუფს რომ 30 კილომეტრი გასასვლელი და მესამეს 60 და მესამე ჯგუფი ყველაზე დაღლილი მოვიდა, იმიტომ რომ იცოდა რომ 60 კილომეტრი, ანუ 6 ჯერ უფრო მეტი ქონდა გასავლელი ვიდრე პირველს. რეალურად სამივე გავიდა ერთნაირად, მაგრამ შედეგი ესეთი იყო. რაც მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ყოველთვის იმისი მომხრე ვარ და თქვენი მიდგომა თქვენ იცით, რომ აქედან ყველაფერი იწყება და ჩვენით რო იწყება და კარგი ფიქრებით რაც თავარია, აუცილებლად ვაღწევთ მიზანს. ახლა დასვენებას რაც ეხება. ყველაზე მთავარი ის რომ ჩვენი ესე იგი პიგმალიონის ეფექტი, შეგვიძლია როზენტალის ეფექტიც დავარქვათ, არის დღესდღეობით უკვე ემპირიულად დამტკიცებული, ანუ არ არის მითი, რეალურად დადებული შედეგია და მინდა გითხრა, რომ სხვანაირადაც ასე ვთქვათ, უძახიან მაგას, ცოტა ისეთი გამოთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა. თვით ასრულებადი წინასწარ მეტყველება. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ვიწყებთ ფიქრს, ეგრევე ვაძლევთ ჩვენს ტვინს ბიძგს მუშაობაზე იმ მიზანზე, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. და აქვე მინდა გითხრათ, რომ აი ფრაზამდე მივედით. არა, ნამდვილად არის და აი აქ დასვენებას რაც ეხება თავში რა დასაწყისში რომ თქვი რომ ესეთი ხუმრობა გვაქვს ჩვენ რომ მართლა თუ არ შეგვიძლია ვიმოძრაოთ იმ მიმართულებით სასურველი მიმართ დაწექი და იწექი. აი ეს ჩვენი ტალღები, დასვენება და მივცეთ რაც თავარია ორი რაღაცა არის. პირველი ის რომ ჩვენს თავს მივცეთ საშუალება და პირველ რიგში ის რომ უფლება უფრო კი ვეძებდი ამ სიტყვას უფლება რომ დავისვენოთ არ დაიქცება ქვეყანა მაგალითად ჩვენი შვებულება რამდენიც არის დღე დავისვენოთ ნაყოფიერად აი თავს მივცეთ ამისი უფლება რომ არ ზარებზე ნაკლებად უპასუხოთ რაღაცა მოკლედ ჩართულობა იყოს ნაკლები და მეორე რეალურად ფიქრი ტალღა იქნება აუზი იქნება ტყე იქნება არ ვიცი მე ბორჯომი ბათუმი თუ ნუ კუთხე ყველანაირი გვაქვს სულო და გულო სადაც გინდა იქ დაისვენე კი ბატონო თავარია ის რომ მართლა შეგვიძლია არაფერი არ ვაკეთოთ არ გავაკეთოთ, მაგრამ ვიფიქროთ იმაზე თუ რა გვინდა რომ იყოს. და ამ ყველაფერთან ერთად არის ეგეთი ფრაზა და ფრაზისკენ მივდივარ. ჩემი არის და ბევრი წლის წინ დაწერილი უბრალოდ საიტზე რაღაცას ვაწყობდი და ზუსტად ამ თემაზე, დღევანდელ თემაზე რო ვფიქრობდი, მე მაქვს ესეთი რაღაცა დაწერილი, რომ ჩვენი სურვილი არ არის მხოლოდ მინდა ის არის ერთგვარი ბიძგი და პროგრამული, როგორ ვთქვა, დაპროგრამება ახალი სასურველი რეალობის ასაწყობად. და ჩემი თავის ციტირება გამიჭირდა, მაგრამ მართლა ესე მიწერია. არა, ეს რთული წინადადება იყო, მაგრამ აზრიანი. აზრიანი კი ბატონო და ბოლოს ისიც მიწერია, რომ ჩვენ არ ვფანტაზიორობთ, ჩვენ ვაპროექტირებთ. ეს ხომ ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ აქ სავარაუდო ჩანს ის, რომ მითიდან გადავედი უკვე ექსპერიმენტებზე და ეს მომეწონა ძალიან. რეალურად ჩანს, რომ მართლა ფანტაზიორობთ. კი ბატონო, ფანტაზიორობთ უბრალოდ სხვა რამე დავარქვი. მაგრამ კი ბატონო, ეგ ფანტაზიორობაც ზრებაც ხომ არის, რომ რაღაც რახან ეს ძალიან გინდა, ის უკვე შენია, ანუ ის
უკვე გაქვს. კი, ეს ეგ მეორე მხარეა, რომ თუ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, აი ეს ჩვენი სურვილი, ხო იბადება სადღაცა, რომ მე ეს მინდა, საიდანაც წყარო ხო არის, რომ მოდის, თუ ჩვენ შეგვიძლია ამისი წარმოქმნა, წარმოსახვა, დახატვა, თუ სურათის მოძიება, მოკლედ ვიზუალიზაცია, მოდით ესე დავარქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ ეს მივიღოთ და სადღაცა ზემოთ ზეციურში არ ვიცი სად უკვე გადაწყვეტილია, რომ ეგ რეალურად მოვა. კი, მე ვიცი თქვენ რაზეც ფიქრობთ და აუცილებლად აგის რომ არა ეს იქით იყოს და მოკლედ დღევანდელი ეთერის თემა იყო ეს ჩვენი პიგმალიონის ეფექტი, ან როზენტალის ეფექტი და ეს მომწონს ძალიან რომ სტატისტიკურად ემპირიულად დადებულია შედეგი და ჩემი დღევანდელი მესიჯი მინდა რომ იყოს ესეთი, რომ შევქნათ ჩვენ ყველამ ჩვენი გალათეა. შევცვალოთ ჩვენი კი ბატონო, შევცვალოთ ჩვენი რეალობა და შევქმნათ სასურველი რეალობა. მაინც ქანდაკების სიყვარული არ არის საჭირო რაღაცა შეიძლება ავიღოთ. აი რაც გვინდა, იმიტომ რომ რამდენი ადამიანია, იმდენი ინდივიდუალური მიდგომა და იმდენი მინდა არსებობს კიდე და შესაბამისად ნაყოფიერად დავისვენოთ სრული მნიშვნელობით რაც თავარია. თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე რომ მიუყვეთ ეს იგი ამ კაპს, შეიძლება საერთოდ არ წახვიდე არც მთაში, არც ზღვაზე, იყო იმ ადგილას, სადაც ხარ და ნაყოფიერად დაისვენო, მაინც თუ ამას კარგად დააპროგრამებ შენ თავს, ხო? დასვენება რეალურად ეს ადამიანის მოგონილია, რომ უნდა წავიდეთ სადღაცა იმისთვის, რომ დავისვენო. ხო ამბობენ, რომ ამას მოვრჩები და ვაიმე რა ბედნიერი ვიქნები. ახლა ეგ თუ ჩვენმა პროდიუსერმა სხვანაირად გაიგო, საერთოდ არ გჭირდება თქვენ არცაც ასვლა და იყავით აქ და დაიპროგრამეთ თავი როგორც გინდა და განვაგდოთ მუშაობაო. ესე იგი თქვენ ხვალ უნდა მოსულიყავთ სტუმრად სხვა. ისე ამერია და გუშინ მომდიოდი, მაგრამ კაი. ვაიმე უკვე მე მგონი ჩაუშდა ჭკუაში ჩვენს პროდიუსერს ეგ ამბავი და თქვენ მოგთხოვთ ფსიქოლოგიურად პასუხს ამისათვის. მე მზად ვარ. ესე რომ დაგვაპროგრამეთ. მე მზად ვარ. არა, ესე მართლა ხუმრობის გარეშე ძალიან საინტერესოა ეს და მართლა რამდენი ყოფილა რომ წასულან დასასვენებლად და დაღლილებით ამოსულან იმის ნაცვლად რომ დაესვენათ მართლა. ანუ ცოტა სხვანაირი ფსიქოლოგიური დამუშავება გჭირდება დასასვენებლად წასასვლელადაც. ობრიდან გამოვიტანე ის დასკვნა, რომ ჩვენს ტვინს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით წაიყვანოს ჩვენი ცხოვრება. ნამდვილად. ნებისმიერი, ოღონდ ესეც ვიცი, რომ სწორად უნდა მოგვინდეს. აქ დადებიძე მაქვს საუბარი. უბრალოდ მინდა არც არისავს, ხო? სწორად უნდა ვიზუალიზაცია უნდა მოხდეს და უნდა დაინახო ის რაც გინდა, რომ შემდეგ მართლა ავტომატურად ტვინმა დაიწყოს იმ მიზნისკენ სვლა. მე დაინახავ კიდევაც, კი, გაიგებ ფრაზას და იტყვი რომ ვაიმე როგორ ჯდება კონტექსტში ვიზუალიზაცია სურათი შეიძლება ხანდახან აი გზაში საჭესთან რომ ზიხარ ელემენტარულად სარეკლამო ბანერი იყოს რაღაცა ერთგვარი ნიშანი და იმ კითხვაზე რომელიც სულ ტრიალებს თავში იმ კითხვაზე პასუხი იყოს მართლა ესეა და ავტომატურად უკვე ჩემი გურო ანუ ასე ვთქვათ მასწავლებელი ვისთანაც გავდიოდი ერთ-ერთ მიმართულებას სენსეი კი ბატონო ამბობს ესეთ რაღაცას და ძალიან მიყვარს რომ სადაც არის ფოკუსი იქ არის ენერგია და მართლაც ესეა და ვინს ლომბარდი კიდე ერთი ციტატა მე ახლა გავაგრძელებ ვინს ლომბარდი ეს იყო სპორტული ამერიკული ტიპის ფეხბურთის მწვრთნელი ის ვინს ლომბარდის ციტატა ძალიან მაგის სახელობის რაღაცეებია თბილისში გახსნი ბევრი ლომბარდები რო არის თბილისში არ მგონია მაგრამ უძლიერესი მწვრთნელი იყო მოტივატორი იყო ისეთი რომ აი თამაშის წინ რო გამოდიოდა ბიჭებში იყო ანთებული აი ცეცხლი ჩათვალე და ისე გადიოდნენ სტადიონზე და სათამაშო და რას ამბობდა იცით აი ზუსტად იმაზე არის რომ სადაც ფოკუსი იქ ენერგია ამბობდა იმას რომ იმას წარმატება სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აი ბოლო წლებში ხო იყო გავრცელებული რომ აი ეს მულტიფუნქციონალური ადამიანი რაც უფრო მეტია და რაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლია მით უფრო კარგია არა ერთი მიზანი როცა არის კონცენტრირება ხდება იმ მიზანზე და თითქმის შეუძლებელი არაფერია და ადამიანს ნამდვილად შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს რაც კი მას ესე იგი ახლა თუ დავისახეთ მიზნად რომ უნდა დავისვენო აი ესე იგი ეს კონკრეტული მიზანი დაისახოთ მოდი პრაქტიკულად რო ვთქვათ ახლა დავუშვათ უკვე შვებულება გაქვს მიდიხარ დაუშვათ მთაში და
აი როგორ უნდა გავაკეთოთ? ახლა მე მივდივარ, აქ უნდა დავისვენო კარგად. თუ აი როგორ უნდა ეს ტექნიკურად როგორ უნდა? ტექნიკურად მივდივართ, არ გვიშლის აბსოლუტურად ოჯახთან ერთად მივდივარ, მარტო მივდივარ კოლეგებთან, სულ ერთია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა არანაირი. თავარია ის, რომ ნაკლები დოზით მივიღოთ სოციალური ქსელების ინფორმაცია, სიახლეები, ჩატები, არ ვიცი, ხო გადატვირთულია ჩვენი ტელეფონი. შეგვიძლია სპეციალური რეჟიმიც არის, რომ შემოდის მხოლოდ მართლა არის, შემოდის მხოლოდ ის ნომრები, რომელიც ასე ვთქვათ, მომწიჭკულია ტელეფონში და სხვა ფიზიკურად ვერ გირეკავს. ცოტა ეგოისტურ რაღაცებს გეუბნებით, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ ნაყოფიერად დავისვენოთ, რომ მოწყდეთ ცოტა და დაისვენო. პირველი 3 დღე არაფერი არ გამოგვივა და სულ გვექნება იმისი ბიზგი, რომ ვაიმე ვნახო, ამას უძახიან. მე 4 დღეს კი მოდიხარ უკან. FOMOS ეფექტს უძახიან მაგას, fear of missing out. ანუ ეს არის ყველა დიდებსაც. მაინტერესებდა რამე არ გამორჩა. აი ეგ არის ზუსტად fear of missing out, ეს არის რაღაცა რო არ გამომრჩესო იმისი შიში, შინაგანი, რომელსაც ვერ ვძლებთ. ძალიან ძლიერია ეგა. ეგ პირველი, თუ პრაქტიკულად გვინდა, მეორე რეალურად დავისვენოთ. მართლა გეუბნებით, პირველი 3 დღის განმავლობაში არანაირი შედეგი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, რეალურად მე-7 დღის თავზე ცოტა გვეშვება და ვიწყებთ დასვენებას. ეგ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ასე არის აწყობილი ჩვენი ფიზიოლოგია, ბუნება. მაგრამ ასე ძალიან რომ არიან დამოკიდებულები და ვერ ეშვებიან იგივე ახლა იმ რა ქვია, დამღუპველია რეალურად. სოციალურ რაღაცას და ამის გარეშე რო ვერ წარმოუდგენია და ამასთან შეგუება შეიძლება ერთი კვირა არ იყოს და 2 კვირა. აი ამასთან ერთად როგორ უნდა მიეჩვიონ და უშუალოდ. ამასთან ერთად ვერ მიეჩვევით ფიზიკურად და რატომ გეტყვით? დაღუპულები ხართ. წარმოიდგინეთ, რომ არის რაღაცა ღვინო ავიღოთ, ბოთლი. მაინც და მაინც ღვინო. ნებისმიერი კაი ავიღოთ დოქი, რომელშიც წყალია. მე მოცულობა მაინტერესებს. მოცულობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აი ეს ჩვენი სულ ერთია, ელიქსირი იყოს, რაღაცა სიყვარულის ელიქსირი. სიყვარული გადაგვარჩენს, ხო ესე იყოს სიყვარულის ელიქსირი და აი ბოთლი ან დოქი სავსე არის. გამოდის რომ მე იმის მაგივრად რომ ეს 100% ავითვისო, ჩემს სასარგებლოდ, არ ვიცი, ირგვლივ ხალხის სასარგებლოდ, დასვენების სასარგებლოდ, ანუ კარგი რაღაცების სასარგებლოდ, გამოდის რომ 100%-დან მე რაღაცა პროცენტი გააჩნია ადამიანის ჩართულობას, მაგალითად 60-40-ზე ავიღოთ, რომ 60% ადამიანი ჩართულია აი ამ ქსელებში, ტელეფონებში და ასე შემდეგ, რომ ეს 60% მე მეკარგება. არა მარტო მეკარგება, არამედ ეს 60 ჭამს ის იმ 40%-ის რაღაცა რესურს. და წინასწარ კიდევ დანარჩენი 100%. ეს ხო გროვდება კიდე სანამ გავდივარ დასასვენებლად და ზუსტად იქითკენ მივდივართ, რომ შვებულებიდან გამოვდივართ დაღლილები. და აქ ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ როზენტალმა დაამტკიცა ის, რომ პიგმალიონს შეუძლია სული შეუბეროს თავის გალათეას, ამიტომ იყო ჩემი მესიჯი ისეთი, რომ შევქნა ჩვენი გალათეა ისეთი ლამაზი. ისეთი დიადი, ისეთი მშვენიერი, რომელიც მოგვიტანს ზუსტად იმას, ლაღ ცხოვრებას თუ, ლაღ იდეას თუ, არ ვიცი, კრეატიულობას თუ, სიყვარულს, რომელიც ჩვენ გვინდა მოვიზიდოთ. კი ბატონო. როგორც იქნა, ესე იგი, ბოლომდე გავიყვანეთ ფაქტს. ესმის, ვფიქრობ, ისე უნდა დაისვენოს, ხო? ანუ გასაგებია უნდა გავითვალისწინოთ ვისთანაც ვართ, მაგრამ ერთხელ ისვენებ მართლა წელიწადში ადამიანი და უნდა მისცე თავისუფლება, რომ როგორც და ისე გაატაროთ. ერთხელ ცხოვრობ ბოლოს ამ ქვეყანაზე და ხონდათ. დიდი მადლობა, ალბათო ირინა, როგორც იქნა, ესე იგი დასვენების თემა გავშალე და არა მარტო სამუშაო და მოგეცით. კი ბატონო, მე მივხვდი, რასაც გავაკეთებ, უნდა ვიარო, ძეგლით, ქანდაკებით უნდა ვიარო და უბერო სული. არა რა თქმა უნდა ხუმრობ დიდი ბატონო სწორი დასვენება სწორად უნდა ხუმრობაში არის ცოტა ხუმრობა კი ბატონო დიდი მადლობა გაიხარეთ ჩვენთან სტუმრობისთვის და სექტემბრიდან დარწმუნებული ვარ ასევე ნაყოფიერად გამოვიდეთ მე მივდივარ დასასვენებლად ჩემი გალათეის შესაქმნელად კი ბატონო ჩვენსაც